გავიქეცი ახლა მეგობრებო, ჭხილებზე ძლივს ჩავეწერე, გავიკეთო ჭხილები და მოვა. სულ გავიქეცის ვიძახი, იმიტომ რომ ყოველთვის მეჩქარება. წავედი მეგობრებო, ახლა და ჩქარა მოვა. აი დღევანდელ ნაყიდობსაც გაჩვენებთ, რაც მოუტანია ჩემ ქმარს, გაჩვენებთ ნაყიდობებსაც, ფინიკი, სხვათა შორის ძალიან მიყვარს, ქიშმიში, აი ქიშმიში, მაწონი, ქვილი მეგობრებო, პროგრესი. რადგან მე ცომში მაქვს ხელი სულ, ქვილი ყოველთვის მჭირდება. მოვედი მეგობრებო იქედან, აი ჩემი ფრთხილები გაჩვენოთ. მაგერატელებ. კაი, ახლა გავყვე უნდა აქედან და მოვალ მალე დროებით. ისაც მომეწია გადარბენები. გამოვედით. გავისეირნებთ ცოტას ნედამიან ფეხით წამოვედით. პირველ დღეს მანქანით მივედით და დღეს ფეხით მოვდივართ. ანუ შედეგი არის ნელ-ნელა. დიდათ არა, მაგრამ იმდენი კი რომ ფეხით მივალთ სახლამდე. ეხლა ისეთ ქუჩაზე მოვდივარ, რომ მეც არ ვარ ამ ქუჩაზე გავლილი. რა ქუჩა არის არ ვიცი. ეხეთ ამხელა გაზრდილი. კაქტუსია? რამ ცხრილია კცირი. კი, კაქტუსია. სიგრილია, კაი. მოვსეირნობთ და მოვდივართ. აი ნახეთ როგორ დადის ძლივს. ძლივობით დადის. მაგრამ იაროს ცოტა კაიაო. კერძო სახლებია ამ ქუჩაზე ბევრი და თან კაი სახლები. კაია კერძო სახლი, საკუთარი ეზოთ. სულ შემოვლილია ზემოდა. ძალიან ლამაზია. ჩემი ტოა გახმა და ნახეთ ეს რა ლამაზია. ამ ქუჩაზე, ამ ოჯახში ადამიანს ყავს უამრავი კატა. ნახეთ ეს ერთი. აქ იჯდნენ ეღარზიან. ეს ორი, შიგნით სამი. აგერ 4. ფისო. დაიყო ფისო, მოდი. მეგი. მე იყო. 10-15 კატა ყავს მართლა. აგერ მოდის კიდე ფისო, მოდი. მოდი.
ერთ ოჯახში. აგერ კიდე მოდი, აგერ ნახეთ კიდე. 10-15 კატაკოს სახლში, როგორ ულის. თან ნახე როგორ უყარათ მოფერება. ფისო. შენ ლამაზი ხარ. ფისო. რა ლამაზი ხარ. ნახე, ის მოდიშია. არ მაგ ხელში რამე. ვაიმე, ეს ნახეთ როგორია. ნახეთ როგორია, ნახეთ და მესიენ. ფისო, რა ლამაზები ხართ თქვენ. ნახეთ, მოდი აგეფერებიან, ოღონდაც მიეფერე. შეხედეთ. ნახე. ოღონდაც მოეფერე, მოკლედ დაგესევიან და საჭმელი სულ აქ არასდროს არ ხიან, მაგრამ მეთქობა გამლელი ეფერება მიჩვეული არიან და საერთოდ არ გარბიან. ხშირად მიწევს სამწუხაროდ ამალა და ცნობენ ალბათ მეც. არის ბათუმში ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი. ნახეთ, ლამაზი გაკეთებულია. შესასვლელი. ნახეთ, ლამაზია. მაგარი რესტორანი. ნახეთ. საუკეთესო რესტორანი, საუკეთესო მომსახურება. საუკეთესო კერძები. გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე. ლუკა ასათიანის და გიორგი ბრწყინვალის კვეთასთან პირდაპირ. რა გინდა ლავაში? მე კი არ მინდა უვიდი. კაი, ვიყიდო, ლავაში ვიყიდო მეგობრებო. კიდე ლავაში. სპერია თუ? სპერია? ბილია გინდა? გამომართვი. ჭამა გინდა წაღება გინდა ხო? თან ჭამე და თან წაიღე. ცხელ. მოვედით ჩვენ ქუჩაზე. ჩვენ სეზონთან ახლოს. ისეთი კაისი გრილია. სახში არ მოგინდება დაბრუნება. მოგონდ მართლა. ჩემს ეზოში კეთდება კი არა, მაღაზია კი არსებობს ობიექტი. იხსნება რაღაც სილამაზის ინდუსტრიის მაღაზია. ჯერ არ არის გახსნილი. ჩემი ბინის ქვემოთ არის და თუ ჩემი ბინის ქვემოთ არის და თუ გავლამაზდი ნახეთ. მოვედით მეგობრებო სახლში. არსად აღარ წავსულ იქიდან პირდაპირ მოვედი სახლში. ისეთი მოლაპარაკე ექიმია რომ ვაიმე რა სარათემას არ შევეხეთ. ვისაუბრეთ სანამ ამას დრო მისცა რომ უნდა წოლილიყო 1.5 საათი. მე და მისმა მეუღლემ რა თემას არ შევეხეთ და რაზე არ ვილაპარაკეთ. ხო, იქაც მოუშინავდი რა ვიცი, ხალხთან ურთიერთობა არ ბიჭირს. არ წავსულ არ არსად რომ რამე სხვა გადამეღო და მომეტანა თქვენამდე. დღეს მესამე დღეა რომ ნემსებს იკეთებს. წელის არეში ტკივილი გაუარა, ჯერ ფეხი და აქ წინა მხარეში რომ ტკიოდა, ეს ისევ ტკივა, მაგრამ ისეთი ძლიერი ტკივილი აღარ აქვს და ახლა 3 დღის პროცედურის შემდეგ ჯერ რას უნდა ველოდო მაინც და 1-2 ნემსის მერე კიდევ
ალბათ უფრო კარგი შედეგი გვექნება. ნახოთ. ძლივს მომიწია მზალაში დაჯდომა. ეხლა სამზარეულოში ამირანი და ჭამს და მე დრო ვიხელთე რომ აქ მოვსულიყავი. წაგეჭორავებით ცოტას. ხო, ჭხილები გაჩვენეთ, ხო? წეღანაც მე მგონი თუ არა? აი ჩემი ჭხილები. ჩემი არჩეულია და ჩემი მიწოდებულია ეს ფერი არ ქონდა და მანიკურების შერევით გააკეთა ეს ფერი დააჯინა და გამიკეთა. ცოტა მაინც გრძელი დამიტოვა, უფრო მოკლე მინდოდა, მაგრამ ну რაც არის ეს არის და ისე მომწონს. ლამაზია. ესეც მოვახერხე დღეს. თქვენ როგორ ხართ, მეგობრებო, თქვენ ხო, მე მგონი დასაწყისში არ მოგსალმები ვართ ბოდიში, გამარჯობათ. როგორ ხართ თქვენ, როგორ გაატარეთ მთელი დღე? მე რაც იყო ყველაფერი მოგიყევით. მეტი არაფერი არ მქონია დღეს. ეხლა საჭმელიც აღარ გამიკეთებია, რაც არის იმას ჭამს და მე გიგას შევწვალ ძეხს. ან კვერცხეს ერთად ან ისე და რაღაც პატარა საჭმელსაც დააყოლებს და დღეს აღარ გამიკეთებია არაფერი. ხო. ლავაში რომ ვიყიდეთ გზადაგზა შემოეჭამა ამირანს. ფეხით წავედით, ფეხით მოვედით. ამდენი უკვე შეძლო, რომ თან მეც ფეხის სიარულში ჩამეთვალა გასეირნებაში და თანაც მასაც ნელი ნაბიჯებით ვარჯიში გამოუვა და არ დაიღალო ექიმმა უთხრა, ნელა იარე და მე წამოწექიო, ჭამს ახლა და დაისვენებს. ის რესტორანი რომ გაჩვენეთ, მართლა საუკეთესო რესტორანია, მეგობრებო, იქაც ვთქვი. ლუკა სათიანის და გიორგი წყინვალის კვეთაშია. მართლა საუკეთესო რესტორანია, დაცვით, საუკეთესო კერძებით, გარედანაც ისეთი ლამაზია, კი ცოტა ფასები მაღალია, მაგრამ ღირს გადახდა, მომსახურებაც ძალიან კარგია. იქ დაცვას ვთხოვე, თუ შეიძლება მეთქი, გადაღება მეთქი და კიო არ არის პრობლემაო და გადავიღე და ის გაჩვენეთ ის მომენტი. რესტორნები აქ ყველა ფეხის ნაბიჯზეა. მე ახლა იმას განსაკუთრებულ რეკლამას არ ვუკეთებ, უბრალოდ ეს არის ახალი, არ ვიცი 3 წლის. შეიძლება 3 ან 4 წლის გახსნილია ეს რესტორანი და მართლა ძალიან კარგია. ეხლა მეგობრებო, საღამოს საქმე ისევ შემოუვლის აქვს. დავალაგებ, მივალაგებ, დავაპურებ ოჯახში და მე დღეს თუ შევძელი იქნება მოვახერხო და ადრე დავეძინო, თორემ გუშინაც გვიან დამეძინა, დილას ადრე გამეღვიძა, გუშინ წინაც ისე და იქნება მოვახერხო და დავეძინო, თორემ ჩემი უძილობა არ შეიძლება. ხო, დღეს რომ თქვი არ ვიცი მეთქი, ვინ საიდან მიყურებთ მეთქი, ყველა ხომ არ ვიცი მეთქი, მადლობა, ყველას გულწრფელი მადლობა რომ მომწერეთ, ვინ საიდან მიყურებთ, თითქმის ყველა კუთხიდან მიყურებთ და საქართველოს კუთხეებიდან, იტალიიდან 2 მაყურებელი მყავს, აი ყველას დიდი სალამი და თბილი მოკითხვა ჩემგან.
აი როგორც თქვენ წერთ რომ მივეჩვიე და გელოდებითო ყოველ დღეო, მეც ისე მივეჩვიე თქვენ კომენტარებს და ველოდები ყოველ დღე. შეძლებს დაგვარად მგონი მივიწევ წინ, ცოტა შეფერხებები არის, მაგრამ არა უშავს. მე მაინც გავაგრძელებ ჩემს ვიდეოებს, ნახოთ სადამდე ავალ. ნახოთ. თუმცა მე არ ვარ უკმაყოფილო, რა თქმა უნდა. საოთავებელიც მაქვს ცოტა რაღაცები, მაგრამ დღეს აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ ჩემ თავსაც დავასვენო მინდა, არ გადავტვირთავ. ხვალინდელი დღეც ჩემია ღმერთის წყალობით და ხვალ დავავთავებ. თავარია ვიყო კარგად, ხნეთ, ჯანმრთელად, ყველაფერი იქნება თავის ადგილას და თავის დროზე. გაძეხი? რა ვიცი. დამითმე ახლა ჩემი პოსტი. ჯერ მაცალე ცოტა. ვერ დაждები ზალაში. ტელევიზორი ჩაირთობა და იმ წუთას ფეხბურთი. სხვა კანალი არ აჩვენებს ჩემთან მეგობრებო. სოფლიო ჩემპიონატი. არ შეიძლება დაუწიე, გეხვეწები. მაგის გამო შეიძლება დამიბლოკონ, იცი? ჩემ ტელევიზორში მეგობრებო სხვა კანალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სილქნეტი მაქვს, მარტო ფეხბურთს აჩვენებს. თუ ცალია შეიძლება რამე კაი ფილმიც გამოაჩინოს და უყუროთ ერთად. ისე არ აჩვენებს. სანამ არ გავლანძღი ვარ ახლა, გაულანძღი ვარ ახლა. სანამ არ უთქვია დათმე პოსტიო. მოვასწრა ახლა აქედან გაქცევა. თორე იყო გუში რამე ახალი ფეხბურთი. ან დღეს არის? ყოველ დღეა. ესე იგი წასვლის დროა. კვარა თამაშობს ან რამე ახლო ხანს? არა. ესე იგი ჩემი ფეხბურთია? სოფლიო ჩემპიონატი გადის კვარას არ წევს. დაამთავრა თამაში კვარა? ხო. ანუ ჩემთვის აღარ გადის უკვე ფეხბურთი. ხო, მეგობრებო, ავდგე ახლა და წავიდე, თორემ მართლა მეც საქმე მაქვს და ამასაც უნდა რომ უყუროს. ახალი ფეხბურთი ყოფილა, არ ვიცი, ვინ თამაშობს, არ ვიცი ნამდვილი, მე მარტო უყურებ კვარას. ნამდვილი მეთქი, ნამდვილად არ ვიცი, ვინ თამაშობს და ასე რომ მეგობრებო, შვიდობიან ღამეს გისურვებთ. მიყვარხართ ყველანი, გელოდებით, მეც კომენტარებით, შემომთავაზეთ რაღაც ახალი იდეები თქვენს. ერთი წუთითაც არ დამზარდება, რომ მოვიდე და ვილაპარაკო. აბა, დროებით. ხვალამდე უფრო სწორად.